პარლამენტში იყო მინისტრის მოადგილე მოხსენებით და მოდი აი მოусმინოთ ვიდეო სადაც ამას ამბობს. რამდენი მიგრანტია? ეს არის თული კითხვა, სამწუხაროდ ზუსტი ციფრის დაანგარიშება ძალიან ჭირს იმის გამო, რომ ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს, იმიტომ რომ სხვადასხვა უწყება აღრიცხავს და მაგრამ ის რომ თქვათ დადარება მოხდეს ადამიანების ერთი ასოც რო შეიცვალოს სახელში და გვარში და მოგეხსენებათ 5-6 სიტყვიანი სახელები და გვარები აქვთ ზოგიერთ უცხოელებს უკვე იწყებს გაურებას. თუმცა ესე თქვათ უხეში დათვლებით რაც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია დაახლოებით 20-დან 25,000-მდე არალეგალი მიგრანტია ამ წუთას ქვეყანაში. შეიძლება მეტიც იყოს, ნუ ეს გეუბნებით ძალიან უხეში დათვლებით. ძალიან უხეში დათვლებით. როგორი რაღაცა იცი, მთელი განცხადების თითოეული სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეული თან შემაწუხებელი საინტერესოსთან ერთად. ანუ 20-დან 25,000-მდე კაცი არის ქვეყანაში, რომელიც სად არის, რატო არის, რას აკეთებს, პატრონი არ აყავს, რას ჩალიჩობს, რამეს ხო არ აშავებს, რამე ისეთ საქმიანობაში ხო არ არის ჩართული ქვეყნის უსაფრთხოებას, საფრთხეს უქმნის, ეგ რო არ ვიცით, ეგ ხო გავარკვიეთ. რამდენი არიან, ეგ ხო გავარკვიეთ. რამდენი არიან, ეგ არ გავარკვიეთ. რამდენი არიან, რო არ ვიცით, ეგ გავარკვიეთ. მაგრამ მანდ კიდე რაღაცა რატო არ ვიცით ეგეც ხო საინტერესო იყო 4-6 სახელიანი სახელები აქვთ და ერთი რო შეცვალონ ვეღარ უპოულობთ და საერთო ბაზა არ აგვაქვს ანუ სახელმწიფო რა დღეშია ხო ხვდები ანუ ისიც ირიბად გვითხრა ანუ რომელი ჩვენი მოძმე ქვეყნების წარმომადგენლები არიან ხო აი 5 სახელიანი იმებით სახელებით სულ ჩვენი ისტორიული მეგობრები და მონათესავი ხალხები და თან მაგას მე ვერ დაგეთანხმები ზურა სახელმწიფო ამ დღეში არ არის იმიტომ რომ სინამდვილეში ეგ არ ხდება სინამდვილეში ეგ არ ხდება რომ ისინი 5 სახელი აქვს ვიღაცას და ერთი ასორო შეგვეშალოს ვეღარ ვარკვევთ რამდენია მან სხვა რაღაცა ხდება ნამდვილი ციფრი რო დასახელდეს ცოტა ცუდი შედეგი კიდე უფრო ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამიტომ მინისტრის მოადგილის აშკარა ნერვიულობა ამ პასუხის დროს ბევრ რამეზე მეტყველებს აი ესეთი რაღაცა ფრაზები რომელიც მაქსიმალურად პასუხისმგებლობის მოცილებას ორიენტირებული რო აი ხო გესმით რომ იქ 20-დან 25,000-მდე და შეიძლება მეტი არ ვიცით მიანიშნებს იმაზე რომ სინამდვილეში ხო გვესმის რომ რეალური ციფრი მეტია და სამწუხაროდ ალბათ გაცილებით მეტი რაც ვიცით 25,000-ზე ნაკლები ნამდვილად არ არის და ეს თან ვიღაცამ არ წარმოიდგინოს რომ 25,000 ყავს სულ არა ეს არის ვინც არალეგალი არის ამათ ხო მოღიავებული აქვს ქვეყნის კარები ლეგალი რამდენი ხო ლეგალურად რავი მიდი შედი გამოდი არის ეგ ცალკეა აი ვინც ისეთი დებილი არის რომ ამ ღიაკარების და საზღვრების ფაქტიური არარსებობის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხა აქ ბინადრობის უფლების ორგანიზება ეგ როგორი რაღაცა იცი საქართველოს ბინადრობის უფლების ვერ მოხერხებასაც მოხერხება უნდა ანუ იმდენად შტერი უნდა იყო უპატრონო ვერაფერში ვერ ერკვეოდე იურისტის დაქირავების თავი არ უნდა გქონდეს და იმდენად ფეხზე უნდა გეკიდოს რომ არალეგალი სტატუსი გაიჩალიჩო იმიტომ რომ საქართველოში ვისაც კი ოდნავ მაინც აი ოდნავ ფხაკ ლეგალური ბინადრობის უფლებას იკეთებს და ეგენი გაცილებით მეტი არიან და აი ვინც ეგეც კი ვერ მოახერხა ეგეთი ყავს 25,000 ხო თან ლეგალური ბინადრობის უფლება საქართველოში როგორ კეთდება უძრავ ქონებას თუ ყიდულობს მიგრანტი პირდაპირ იღებს ბინადრობის უფლებას ანუ რაღაცა ბინა იყიდა გაქვს ბინადრობის უფლება საქართველოში იცხოვრე რამდენიც გინდა და მან გვესმის ახლა რომ ამ ბინებს რო ყიდიან იქ მე იმათ ვერავინ ვეღარ დაუყენებს მან ვალდებულებები ჩდება ახლა იქ ქვეყნების მიმართ რომელების წარმომადგენლები წყიდულობენ რა თქვი ახლა ბინები აყიდინე ხალხმა ფული ჩადო და ხვალ გაუში სახში ეგრე არ არის ისმის და ამიტომ სინამდვილეში ეს არის არალეგალებზე ლაპარაკი არალეგალებზე რამდენი არალეგალია ქვეყანაში კითხვაზე
აი ზუსტი ციფრი არ ვიცით მინიმუმ 25000. შეიძლება მეტი. აი 5 შეიძლება მეტი. ახლა ეგ რას ნიშნავს? შეიძლება მეტი. ჩვენ შეიძლება ძალიან წელვადი ჩვენ შეიძლება აი ახლა ჩასაფრებულის პოზიციაში ვართ. ჩვენ ცუდად ვიყენებთ ამ თემას და მოდი აი ოცნების იმის კუთხიდან თქვა თუ აი სწორ ინფორმაციას გვასწვის მინისტრი. აი მოდი რაც მინისტრის მოადგილემ გითხრა, მაქედან გავაგრძელოთ, რომ 1-5,000 კაცი იქით-აქით დაკარგული ყავთ რა. ეხლა რო გეუბნება რომ 20-დან 25,000-მდე ეგ რას ნიშნავს? აი პლუს აქეთ-იქით 5,000 კაცი სად არის? პრინციპში არ ვიცი. არა, ეგ 25,000 კაცი ვაფშე არ ვიცი სად არის, იმიტომ რომ ვიპოვო უნდა გავაგდო, დეპორტი ეკუთვნის. ამიტომ ამ 25,000 კაცს ვაფშე ვერ პოულობ, მაგრამ ვაფშე რამდენი არიან? წარმოდგენა, აი 5,000 კაცზე ვაფშე წარმოდგენა არ მაქვს. არიან, არ არიან, სად არიან, ვინ არიან, სახელი შეიცვალა, აქ არის, წავიდა. აი, ვაფშე გარტყმაში არა ვართ სახელმწიფო. არა, აქ არის. აქ არის მინიმუმ 25,000. და რამდენი გააგდეს, იცი? წინა თვის სტატისტიკა დადეს მარტის 98 ადამიანი გააგდეს. 100 მოგარებულა კაცო, 98 კაცი თუ გააგდეს. 100 კაცი ვერ გააგდეს. 25,000-დან 98 თუ გააგდეს, საქმე არ არის ეგაო? კი, ეგა როგორი რაღაცაა, იცით? ადრე თუ გიან გავალთ ბოლოში. რავი, იმატებს ეგენი. ნამდვილად ახლა ჩვენ გვეცინება, იმიტომ რომ აი რაღაც ტრაგიკომედიურ მდგომარეობაში ვართ, როდესაც მინისტრის მოადგილე გამოდის, ჯერ ამბობს, რომ საერთოდ უწყებაც არ არსებობს თურმე ქვეყანაში, რომელიც ამ საკის დაარეგულირებს. ან მონაცემთა ერთიანი ბაზა არ გვაქვს. ბაზა, ნინიას ბაღია, დუქანია თურმე საქართველოს, ვინ შემოდის, დუქანში უფრო თulis, მე მგონი, დუქნის მე პატრონე, ვინ რამდენი კაცი შემოვიდა, რამდენი გავიდა. ანუ საერთოდ მიდი, შემოდი, რაც გინდა გააკეთე. თან ვიგებთ, რომ თურმე ყველაზე ასე ვთქვათ, რბილი მონაცემებით არაზუსტი, არადაზუსტებული მონაცემებით 30,000 არალეგალია. აი 30,000 არალეგალი. რას ნიშნავს, იცით? აი პროპორციულად რო გადავიყვანოთ სხვა ქვეყნის მასშტაბზე. ამერიკაში ყველაზე ისეთი აი დაზუსტებული წყაროებით არის 10-დან 12 მილიონი არალეგალი მიგრანტი. ოღონდ ქვეყნის მოსახლეობა არის რამდენი? 350 მილიონია. და 10-12 მილიონი არალეგალი არის იმდენად დიდი პრობლემა ამერიკისთვის, რომ პრეზიდენტი აირჩიეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეხლა ჩვენ რო პროპორციულად გადავიყვანოთ, ანუ საქართველოში 30,000 არალეგალი არის დაახლოებით მთლიანი მოსახლეობის 0.9%. 0.9% რო გადავიყვანოთ ახლა ამერიკის მასშტაბით პროპორციულად. გამოდის სადღაც 4.5 მილიონი ადამიანი. 3 მილიონი. ხო, 3, ანუ რა პრობლემაც არის ამერიკაში, ამერიკის მასშტაბით. იმის 1/13. ხო ხტებით, აი მთელი PR კამპანია რო ააგო ტრამპმა და კონსერვატიულმა ფლანგმა და ციდან ხო არ ჩამოვარდა ეგ პრობლემა, მართლა არსებობს ეგ პრობლემა და ხალხი შეწუხდა ამით. და იმდენად შეწუხდა, ყველა იმდენად შეეხო ეს საკითხი, რომ ეგეთი პრეზიდენტი გადაირჩიეს, რომელმაც ეგრევე საზღვრები ჩაკეტა. და ეხლა კედელს აშენებს ამერიკის საზღვარზე. მე რას ვერ ხვდები, იცი, ეს ხალხი, ეს ჩვენი მთავრობა, საერთოდ სად ბანაობს, რას ფიქრობს, რას აკეთებს? აი მან კიდე როგორ კითხვა მაქვს, იცი ბიჭო. აი ერთიანი ბაზა რანაირად არ აქვს. რა შეჭირდებათ ერთიანი? არა, აი ეგ არ არის ეგეთი ბანალური კითხვა, იმიტომ რომ ბიჭო, ეხლა ჩვენ რო ვიყოთ რაღაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, სადაც რაღაცა საქახალდე უნდა გაკერო იმითი და რაღაც ის ცვილით უნდა გაადნო და ბეჭედი დაასვა, ეგ რავი, გასაგებია რთული პრობლემა არქივების. ბიჭო, აი სასაზღვრო კონტროლს ხო აქვს ბაზა. ელექტრონული მონაცემთა ბაზა აქვს სასაზღვრო კონტროლს. აქვს, კი. საჯარო რეს ხო აქვს თავისი ბაზა. ანუ რა ვერ მოხერხდა, იცი? ამ მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის აწყობა ვერ მოხერხდა. ხო, ეგ რა არის, იცი? სინამდვილეში ხო ყველას გვესმის რომ ტყუილი.
ეგ ხო გვესმის, აი ბაზა როგორ დგება. მაგაზე ვილაპარაკოთ ცოტა მერე შოთა. შენ ხა ამბობ რეალურად როგორ არის. მეც ჯერ როგორ მივყვები, იცი? აი ვინმემ რო არ თქვას, რომ ეგ თქვენი ფანტაზიებია და თქვენ რომ მაგას ვარაუდობთ, მართლები არა ხართო, აი ჩვენ როგორ გგონია ეგ მერე ვთქვათ, მაგრამ მოდი როგორ გავყვები, იცი ჯერ. აი რაც მითხრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისი შიდა ლოგიკით გავყვები რა. აი ჯერ არ შევიტან ვაფშე ეჭვს არაფერში რა. მოდი ვთქვათ, რომ მინისტრის მოადგილე ჭეშმარიტებას ღაღადებს. აი მე მჯერა ჩემი სამინისტროსი მაგ პოზიციიდან სვავ კითხვებს რა. ანუ 25000 კაცი არალეგალი მიგრანტია, რომელიც წესით დეპორტს ექვემდებარება და ამ 25000 კაცს ვერ პოულობთ, უნდა გააგდოთ და ვერ აგდებთ. თან მაგ 25000-ში 20 არის თუ 25 არის, იმიტომ 5000 ვაფშე სად არის, ვინ არის, 5000 კაცები დაგეკარგა აღრიცხვაშიც კი. და მაგის მიზეზად მისახელებ, რომ სასაზღვრო კონტროლის და იუსტიციის სახლის და სხვა უწყებების ელექტრონული ბაზების ერთ ფაილში გაერთიანება ვერ მოახერხე. ანუ მაგას მეუბნები შენ მე სახელმწიფო შენი პირით? თან აქ არის ლაპარაკი არალეგალზე, ხო სწორია. და ლეგალური მიგრანტები 300,000-ის პარგლებში ხო უფრო დიდი პრობლემა. ბოლო 10 წლის მანძილზე 300,000-ით. ხო და ეგ ხო უფრო დიდი პრობლემა. ანუ საკითხის ისე წარმოჩენა თითქოს არალეგალი მიგრანტებია მხოლოდ პრობლემა და ლეგალი მიგრანტები ლეგალია და ეგრე ხო არ არის. არა, კაცო, რამისლობა აქვს. ეგ უფრო პრობლემაა. ეგ უფრო პრობლემა აგერ ხა, ჩავაგდე. ჩვენ რას ვამბობთ, იცი, აი ვიღაცა ხო აი ლიბერალია და რა პრობლემაა კაცო მიგრანტებს რატო ერჩით, აი მაგის სამყაროსთვისაც კი ვხსნი, აი ხა ჩვენ მაგას რა თქმა უნდა მე ავხსნით, რომ ლეგალურად ამდენს რომ ბინადრობის უფლებას ვაძლევთ, ეგეც კატასტროფულია, მაგრამ აი ყველაზე ლიბერალური შეხედულებების ტიპსაც ვიკითხები, რომ ბიჭო, აი 25000 კაცი კანონდარღვევით რო არის საქართველოში ვიღაცა ბანგლადეშიდან და იმიდან, ეგ არ გაწუხებს. არა, მაგათ არ გაწუხებს. და ბაზა რო არა გვაქვს თან მონაცემების. ანუ რაღა აი ძალიან ვამარტივებ, არა, რაღაცა ერთი Excel-ის ფაილიდან მეორეში copy paste რო ვერ მოახერხა სახელმწიფომ. მაგაზე რამე არ გაწუხებთ ხალხო? აი ამ დონეზე გკიდია ყველაფერი? აი ლეგალური ჩვენი მიგრანტები როგორ შემოდიან და რა ფორმით იღებენ აქ გარკვეულ ნებართვას, აგერ აგერ არის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ნუ ვინმე მუჰამედ ჯაშირ ხანგად აი მინისტრის მოადგილე რა ამბობდა 5-6 შემადგენლიანი სახელები აქვს მაგაზე საუბარი. მინისტრი რომ ამბობდა რომ 5 სახელი აქვს მუჰამედ ჯაშირ ხანგად კადაფურამი ამ ჯიგარმა 2022 აპრილს ეხლა ამ წლის საქართველოს შრომითი ბინადრობის ნებართვა აიღო. არის 1993 წელს დაბადებული. ოცნება. საქართველოს კიდე ერთი ეგ ხო უძრავი ადამიანი შეემატა. ეგ ანუ ეხა ამ კონკრეტულ შრომითი ბინადრობის უფლება არ არის აუცილებელი რომ უძრავი ქონები ხდებოდეს. შრომითი ბინადრობის უფლება არის მაგალითად პირობითად ჩამოვიდა არის გლოვო ასაქმებს ეუბნება ჩვენს ასე ვქი სამთავრობის უწყებებს რომ აი ეს ჩვენ მე მჭირდება ეს მუშახელი და ეს მე საქმეს მიკეთებს და დასაქმდა და ამაზე მთელი გვერდებია გაჩენილი სოციალურ ქსელებში სადაც ქართველი სხვა ჩინოვნიკები ქართული სტრუქტურების ან არა მარტო ქართველები არამედ რაღაცა თქვა პაკისტანელები რაღაცა ფიგურები რომლებიც როგორც ჩანს კოოპერაციაში კი არა როგორც ჩანს კი არა აშკარად კოოპერაციაში არის ქართულ სტრუქტურებთან ну პირდაპირ მაგ სერვისი ძლევიან რომ აი აქ როგორ მიიღონ ვიზა როგორ ჩამოვიდნენ როგორ მიიღონ სამუშაო ბინადრობის უფლება ან სასწავლო ვიზა და ასე შემდეგ ყიდიან ამ უფლებას მათ შორის თავის ფასები ადევს ამ ყველაფერს და ამას აქ რო ბიზნესის ფორმა აქვს შეძენილი ამ ყველაფერს და საუბარი იმაზე რომ აი 25000 არალეგალი მიგრანტია ხო ეხლა ხო გვესმის რომ ეგ არავის არ ჯერა ციფრული ეპოქის პირობებში რომ ციფრული ერთიანი ბაზა არ არსებობს ანუ რა არ არსებობს იცი
აი აქ რო შეყავთ ბაზაში ეს რაღაც სახელი და გვარი რეს აი ვიღაცა ჯამშუტი შემოვიდა საქართველოს და სახელი და გვარი ამისი მონაცემები რო შეიყვანეს ეს აი ინტერნეტით არ არის დაკავშირებული მაგალითად შსს უწყებასთან და სუსთან და იგივე სახელი და გვარი რაც აქ აიკრიფა იქ არ ჩანს ეგ ხო სისულელეა რა და ეხლა შემოსული რამდენი ადამიანია ჩვენთან შემოსული და მე აღარ გავიდა ну ეგ რა ვიცი შემოვიდა ან მაგაზე კიდე რა პრობლემაა ხო არ გაიქცევა ცურვით ეს სახელი გამოიცვალა აი ჯამშუდ ჰაბლ რაღაცა ერქვა და ჯამშუდ ჰუბრ რაღაცა დაირქვა ხო აი სად გამოიცვალა სახელი არ სად არ გამოიცვალა არა აი დავუშვათ გამოიცვალა იუსტიციის სახში მივიდა და შეიცვალა დოკუმენტი ხო ეგ ხო აიცახა იქ ლეგალურად ანუ სახელის და გვარის გარდა პასპორტი ხო აქვს მაგ ადამიანს პასპორტს ნომერი ხო აქვს მაგას რა პასპორტი რანაირად ვერ გაარკვიეთ ეგ მაგ პასპორტის მფლობელი ადამიანი ერთი კაცია თუ ორი თუ 24 აი სახელმწიფო მე რანაირად ვერ დათვალა აქ რა უნდა გამოიცოს ანუ უცხოეთის მოქალაქეა ჩამოვიდა გაუვიდა აქ ყოფნის ვადა გახდა არალეგალი აქ რა პასპორტი უნდა გამოცვალოს ან რა ვერ დათვალა ამისი შეყვანილია მონაცემი შემოსვლისას გასაგებია ეს ვინ არის რამდენია რამოც საბუთები გააჩნია ეგ არის უკვე ტყუილი სინამდვილეში რომ მოდი სიმულაციას გავაკეთებ რა აი არჯუნი ჩამოვიდა საქართველოში რომ გლოვოთი თბილისის თვალწარმტაც ქუჩებში დაატარებდეს შაურმას და რა შეიძლება არჯუნს დაემართოს ვაფშე თეორიულად ხო აი შემოვიდა დაფიქსირდა საზღვარი შემოვიდა არჯუნი შემოვიდა რა შეიძლება მოუვიდეს ამ ადამიანს ხო პირველი დაბრუნდეს უკან, გასვლა დაფიქსირდება და არა გვაქვს დაფიქსირდეს, ეგ აქ არის, ხო? თუ არ შემოვიდა ვიღაცა, არ გასვლა, ესე იგი აქ არის. აქ რა შეიძლება მოვიდეს? შეიძლება მოკვდეს და თუ მოკვდება, შესაძლოა ექნება რომ აი არჯუნი მოკვდა, ამიტომ აგერ ჩანაწერი, არჯუნი მოკვდა, აქ კი დარჩა, მაგრამ აღარ აკვყავს, იმიტომ რომ კრიშნასთან წავიდა, ხო? ეგ ვარიანტია, თუ არ მომკვდარა და არ გასვლა, ესე იგი აქ არის. რას ვერ ითვლით? აი ეგ ეხა მართლა რაღაცა რას ვერ აი მექანიზმი მაინტერესებს როგორ ვერ დაითვალე ეგ კაცი სად არის? მე ავხსნი მექანიზმს. აი შეიძლება ავხსნი მექანიზმი საქართველოში სიამდვილეში მექანიზმი ასე მუშაობს. აი არსებობს ხალხი, რომელსაც წარმატება უნდა, ხო? წარმატება უნდა როგორ? აი ძალიან მალე აი ეხლავე მინდა მილიონები რა. აი ესე უყურებს ამ ცხოვრებას. აი იქ რაღაც ბიზნესი აქვს, მთავრობასთან დალაგებულია, იქ რაღაც სამშენებლო ბიზნესი აქვს, დროზე გაყიდე რა უცხოელებზე გაყიდე კაცო. გაყიდე ვისაც ფული აქვს, ქართველებს ფული არა აქვთ. მაგრამ სამშენებლო ბიზნესი იქ ქალაქში ხო არის, უნდა ჩააშენო აი იქ რაღაც სკოლას ხო სკვერი მონიშნე იქ იმიტომ რომ ეხა უცბად ფული მინდა ბნელმა კომუნისტებმა ხო აჰა თქვენ წილი მთავრობა ჩაგაკრიტიკებ აი ბნელმა კომუნისტებმა არაფერი რო არ იცოდნენ აი თბილის რო ხო იმათ ერთიანი გეგმა ქონდა სკვერი რო ააშენეს ეგ კომუნისტებმა რა იცოდნენ დებილი კომუნისტები ამ ხელა ეს რა რას ქვია ეს არ უნდა ხო და აი ხო ჩააშენ იქაც ბავშვებს რა თუნდა თაღი კაცო ჩავდგოთ რამე კორპუსი ანუ მე ვხსნი სინამდვილეში საქართველოში აი მთელი მექანიზმი სახელმწიფოებრივი როგორ მუშაობს აი ფული მინდა და არ მაინტერესებს ეხლა რაც მინისტრის მოადგილე თქვა, ეგ რას ნიშნავს? წიე 25000-მდე კაცი არის არალეგალი. ეგ რას ნიშნავს? 25000 კაცს ვერ პოულობთ. აი ადამიანურ ენაზე ეგ რო თქვა, იმიტომ რომ სახელმწიფომ თუ ეგ 25000 კაცს სადმე იპოვა, უნდა მოკიდოს ხელი და გააგდოს ქვეყნიდან. კანონი მაგას ითხოვს. ესე იგი, მინისტრის მოადგილე გეუბნება, რომ 25000 კაცს საქართველოში ვერ პოულობთ, სად არიან, რას აკეთებენ. და მან რა კითხვა მიჩნდება, იცი? აი მაგ 25000 ხუთნაირი სახელი რო აქვთ ეგეთ ხალხში. რამე ალბათობა ხო არ არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ხალხი წერიოს და რამე ისეც აკეთებდეს, რაც ჩვენთვის საფრთხის შემცველია, თან მაგათ ვერ პოულობთ 25000 კაცს. არც ლეგალურად ვინც არიან იმათ დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ მოდი აი ისენი ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ, აი რაც თავისი პირით აღიარეს, მაგაზე დავსვათ კითხვა. 25000 კაცი არის გარტყმაში არა ვარ სად არიან ჩამოსული ისეთი ქვეყნებიდან
რო ფიქსირდება ხოლმე იქიდან გარკვეული საფრთხეები, მოდი რბილად ვიტყვი. აი მან რა ხდება გეტყვი. ნახე, კითხვა ხო ჩდება. ეხლა საქართველოში რაღაცა პატარა დანაშაული რომ მოხდეს, პრაქტიკულად ძალიან მცირეა შანსი რომ ვერ გიპო. ხო ეგრეა. რაღაც თქმა უნდა, კაცსა. აი ქართველების როგორც ისინი ერთმანეთს გვანან და ქართველს უფრო გაუადვილდება დამაში ბრბოში გაერიოს და სადღაც ისეთში მიიმალოს საკუთარ ქვეყანაში რომ ძნელი იქნება ბოლოს სოფელში ჩავა და დაიმალოს მაკაცის სოფელში ჩავიდეს მაგრამ ქართველმა რაღაც პატარა რომ დააშაოს მარტივად იპოვიან ძალიან მცირეა შანსი რომ დაიმალოს ამიტომ აზრი რომ 25000 კაცს ვერ პოულობენ რეალურ ენაზე რო თარგმნოთ არ პოულობენ ხო ეგრეა ხო მაგას ნიშნავს თავს არ იწუხებენ არა ეგრე ჭირდებათ მაგას ეგ ქვია ეგ არის პოლიტიკა ეგ არის პოლიტიკა ეგ მასე კეთდება ფული რომ ვიღაც არალეგალები აქ რო საქმდებიან იაფუშახელად და ქართველებს ანაცვლებენ და მე ახლა რაღაცა გლოვოს მაგალითად რო შეუძლია ქართველისთვის პირობითად 5 ლარის გადახდის ნაცვლად იმას გადავხადოს 2 ლარი ქართველები ჩაანაცვლოს პრეტენზია ვერავის ვერ ექნება და თვითონ მე ფულს გააკეთებს ხო ეგეთი ფუფუნების მიღება რო შეუძლიათ სხვა ლოგიკა გარდა იმისა რომ არ პოულობენ არ არსებობს ერთი და მეორე როგორ შედგა საერთოდ ეს მონაცემები აი არ ვიცით რამდენია 25000 20000 30000 რაღაცა ვერ ვითვლით იქ რაღაც ბაზები არ ემთხვევა ერთმანეთს ხო სინამდვილეში როგორ შედგა აი ეს ციფრი პარლამენტში გამოსვლის წინ ეხლა მთელ ქვეყანაში აქტიური ხმაურია იმასთან დაკავშირებით რომ ხალხი უკმაყოფილოა მიგრაციის პრობლემების გამო და ამაზე მიდის მთავრობაზე მიწოლა ამიტომ პარლამენტში გამოსვლის წინ იყო იქ ნათქვამი რომ იქ უნდა გამოხვიდე და რაღაცა მაგაზე მოგიწევს თქვა არ შეიძლება ეხლა რაღაცა რეზონანსული ფაქტები იდება და ხალხი არ შეფოთებული რაღაცა უნდა თქვა რა ვთქვა და რაღაც დამამშვიდებელი არაგამაღიზიანებელი ოღონდ ცხადია ძალიან არ უნდა იყოს უკიდურესად არადამაჯერებელიც იმისთვის რომ თლად ძალიან მატყუარება ამ შე რა გინდა თქვა ხა რომ 25000 კაცს ვერ პოულობთ რო თქვა ამან ეგ დამამშვიდებელი ვარიანტია იქიდან რაც რეალურად არის ანუ ეგ როგორი თქვა გეტყვი შეამცირე სერიოზულად შეამცირე უბრალოდ ისე არ შეამცირე ხა ყველგან ქუჩებში არალეგალებს ხედავს ხალხი და თლად ისე თქვა რომ არავინ არ არის ეგრე ვერ იტყვი იმიტომ რომ მაშინ ხალხი ჩვენ შემოგვიტევს რომ ას გვატყუებთ ხალხო აგერ ხედავთ და თქვენ რა სულელულ ციფრებს გვეუბნებით ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი სახელმწიფოს თუ უნდა რომ შემოსვლა უცხოელისთვის აი მასეთი მოცემულობის გამოსწორება თუნდა და შემოსვლა რომ გაუჭირდეს უცხოელს ეგ არის ელემენტარული ანუ ძალიან ძნელი იქნება შემოსვლა უცხოელისთვის აქ თუ ვიღაცა უსაბუთოდ არის ის 1000ჯერ დაფიქრდება რა თმინდა იქ უსაბუთოდ ყოფნა მაინც ვერაფერს ვერ გავაკეთებ მასეთი სიტუაციის ჩამოყალიბება არის ძალიან მარტივი, უბრალოდ ნება ჭირდება. შენ თუ პოლიტიკა გაქვს ისეთი, რომ პირიქით მე აქ ბიზნესები მაქვს. მე აქ სამშენებლო ბიზნესი მაქვს, იქ რაღაცა მომსახურების ბიზნესი მაქვს და ყველა ბიზნესში პირიქით ჩამოყვანა მინდა ამ იაფი მუშახელის და რაღაც ეგეთი პოლიტიკა გავატარე და უბრალოდ ხალხი ახლა შეწუხდა ჩვეულებრივი მოსახლეობა და მე რაღაცა განცხადებები უნდა გავაკეთო დამამშვიდებელი ეს არის პოლიტიკა რომელიც უბრალოდ ამ მთავრობას უნდა თორე რომ მოგვინდეს ამ ქვეყანაში გამკაცრება შემოსვლის და ზოგადად მიგრაციის პოლიტიკის არაფერი მაგაში რთული არ არის და ვიღაცეებმა არ უნდა წარმოიდგინონ ის რომ ეს რაღაც აი მთელი მსოფლიოში რაღაც ამას გამოუსწორებელი პრობლემაა და შეუძლებელია ამის გამოსწორება. ეს არის მარტივად გამოსწორებადი პრობლემა. სადაც უნდათ გამოსწორება, ასწორება ძალიან მარტივად. სადაც უნდათ ეს პრობლემა არ დგას. ეს პრობლემა დგას დასავლეთში და იქაც პოლიტიკური ნებიდან გამომდინარეობს. იქაც ლიბერალური ძალები
მაგ პოლიტიკას ატარებენ იგივენაირი ლიბერალური, როგორიც არის ქართული ოცნება.